მოგესალმებით, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს უკვე რამდენიმე განცხადება, მათ შორის საქართველოს მედიის კომისიის, ასევე საქართველოს მედიის თავისუფლების ორგანიზაციამაც ქალბატონი საკითხი იყო ინგლისურენზე დააბრუნა, ჩვენი მოცანას ტრანსკრიფტები რომ გქონდეთ ძალადობის შესახებ ინფორმაცია გავუწევთ თქვენს პარტნიორებს. როგორც ეროვნულ დელეგაციებს, ასევე თავდადების საბჭოს სხვადასხვა ინსტიტუტებს იქნება ეს ადამიანების სამედიცინო დარბევები თუ ის კანონმდებლობა, რომელიც ამზადებდა ქვეყანაში ადამიანის მდგომარეობა, პრობლემებს გულისხმობია. ვიზა ამაღლებელი საკითხი ვეცაუბრობ აბსოლუტურად უკლებელი ყველა დელეგაციასთან, ყველა შეხვედრაზე და ეს გაგრძელდება კვლავ შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, გვაქვს ყველა კომიტეტში შეხვედრა, ყველა ფრაქციებში შეხვედრები და კიდევ უფრო გავუმეორებ ჩვენი დღის წესრიგი არის სრულიად მნიშვნელოვანი ვისაუბროთ იმისათვის, რომ ქვეყანაში გამძიმებული, გაუარესებული ადმინისტრაციის მდგომარეობა გამოხდეს, რაღაც პოლიტიკის პროგრესივების ამჩნევს არის აი რამდენიმე წუთში დაიწყება საქართველოს საკითხის განხილვა საპარლამენტო ასამბლეაზე ნახევარად დაიწყება და შესაბამისად იმედი მაქვს, რომ ამაღლებელი საკითხი აქაც ტრიბუნიდანაც გადავა. კი ბატონო, რაც შეეხება უშუალოდ ქალბატონ თინარის თქმა შეგიძლიათ უშუალოდ ამ საქმესთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად ეხლა მთავარი რასაც ყველა ხელავთ არის ბუნებრივია ქალბატონ მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის 16 დღეა უკვე შიმშილობს და პირდაპირ ვიტყვი რომ რაღაც მხოლოდ ზედაპირულ განცხადებებს ვისმენთ როგორც პენიტენციური სამსახურის მხრიდან, ასევე ჩვენ ნახეთ განცხადება სახალხო დამცველის მხრიდანაც, რომ აი ნორმალურად გრძნობს თავს, ზედამხედველობის ქვეშ არის, თუმცა რაღაცა დეტალური ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან ვიცით, რომ მას ისედაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, არ ვიცით ეს როგორია და ბუნებრივია ის მხოლოდ რაღაცა ყურადღებას ვაქცევთ, საკმარისი ინფორმაცია არ არის. აი ეს დამოკიდებულება რაზე მიუთითებს, აი ესეთი მიდგომა სახელმწიფო სტრუქტურების ქალი პოლიტიკური პატიმრისადმი? მზია ამაღლობელის თავისუფლება არის პირველ რიგში მთავარი პრობლემა, ის არის გათავისუფლებელი, იმიტომ რომ ის ჩვეულებრივად სისტემის ამ სიტყვის სრულიად პირდაპირ პაგებით, სრულიად მნიშვნელოვანია ის შუა საუკუნეებრივი პაგებით. ამიტომ ყველაფერიდან ჩვენი არის ამის შედეგების გამოვლენა, მისი უკანონო პატიმრობის გამოვლენა. შესაბამისად, მის დაუყოვნებლივ გათავისუფლება არის ჩვენი მთავარი პატიმრობა და ჩვენი მთავარი ამოცანა, მათ შორის აქ ამ ტრიბუნებიდანაც ამ საკითხის დაყენება და ამ საკითხის მოთხოვნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მიესალიანი მაინც აღმოჩნდება ის თანამდებობის პირი ქვეყანაში, რომელიც მუდმივ რეჟიმში, მონიტორინგის რეჟიმში იმუშავებს ამაღლობელთან, იმუშავებს ექიმებთან ერთად, პროგვახსოვს წინა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმი და ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეულად წილად ასეთივე ღონისძიება არის ახლაც გასატარებელი იმისათვის, რომ ამ გამოვხდეთ ექიმებს და რამე გამოსწორებების შედეგი არ დადგეს, თუმცა დაბუფაროს მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ზია კარგად იქნება, ჩახალხო გავაკეთოთ მისი დაუყოვნებლივ გათვალისწინებას. კი ბატონო, და ქალბატონ თინა კიდევ ერთი თემა, რასაც მინდა შევეხოთ, ეს ეხება სწორედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, სადაც დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი. სავარაუდოდ მე მგონი 29-ში იქნება ზუსტად გადაწყვეტილება მიღებული. ხო, კი ბატონო, 4 შაბათი უწევს 29. რას უნდა ველოდოთ და ზოგადად აი რას ნიშნავს ეს თემა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რა ზიანის მომტანია, ან რა პოლიტიკურ ფასია ეს უცნების ხელისუფლებისთვის? კი, ეს თავისთავად საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავია, შესაძლოა რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აღმოჩნდნენ დეპუტატები და ძალიან ბევრი დეპუტატი, რომელიც დღეს დიდ ფეხზე აღდგა, ესეთი არის პროცედურა, რომელიც დღეს დიდ ფეხზე აღდგა და თქვა, რომ ამ ქვეყნის დელეგაციის საკითხი უნდა დამატებით განვითარდეს, საკითხი გადაეცა მონიტორინგის კომიტეტს და ხვალ წესით უნდა იმის შეჯერდეს, ანუ 4 საათი აქვს მონიტორინგის კომიტეტს, რომ შეჯერდეს მათი პოზიციები საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირებით. საკითხები არის სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი, პოლიტიკური, პროცედურული, მაგალითად, წესრიგში დგას თემა იმაზე, რომ
მოგხსენებათ საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის დაწესების დარღვევით შეიკრიბა ეს პარლამენტი, რომელიც ეხლა ყავს ქვეყანას, არა მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნების საფუძველს ინსტიტუციის კონსტიტუციის ლეგიტიმურობა, არამედ იმიტომაც, რომ ალბათ პარლამენტის მოწვევის დროს დაიღო კონსტიტუციური ვადები, მოგხსენებათ პრეზიდენტის კონდაკტიანი ვადა პარლამენტის პირველი სხდომის დანიშნვისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ უჩნდებოდა პარლამენტის წევრებს იმის უფლებამოსილება, რომ თავისი ნებით შეკრებილი იყვნენ და პარლამენტი რეალურად მეცხრე დღეს შეიკრიბა, რითიც ჩაერია პრეზიდენტის უფლებამოსილებაში და ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა, გარდა პოლიტიკური ლეგიტიმაციისა, რომელიც დაყალბებულმა არჩევნებმა შექმნა პარლამენტმა, ჩემთვის განმარტების გამო სულათეულით შექმნა ასევე სამართლებრივი პრეცედენტი იმისი, რომ კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა. ამიტომ ამ ყველაფერს განიხილავს მონიტორინგის კომიტეტი დღეს და ხოლმე დილის ხომაზე შესაბამისი დასკვნამათი გამოქვეყნდება და მე უკვე იმასწრებს უყაროს კენჭი საპარლამენტო ასამბლეამ. არის როგორ დამთავრდება ეს კენჭისყრა, სიმართლე გითხრათ ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი განკუთვნილ ჩემთვის პირადად, ყველაზე მთავარი საკითხი არის ის, რომ აი ამ მოსმენის დროს, რომელიც ახლა გაიმართება, ისევე როგორც იყო ახალდაზე და გიგმირების დროს ყველა ის პრობლემა, რომელიც ქვეყანაში დგას, ადამიანის მასობრივი დარღვევების შემთხვევები, ამაღლობელის საქმე, წამება, ძალადობა მონიტორინგებზე, დამძიმებული კანონმდებლობა ერთმანეთს სასახად შეფასდეს როგორც დემოკრატიის განვითარების წინააღმდეგ გადადგმული რუსული ნაბიჯები ქართული ოცნების მხრიდან და ყველაფერს თავის სახელით დაერქვეს. მე ვიცი, რომ ქართული ოცნებაზე არაღელვებს საერთაშორისო ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად როგორც ევროსაბჭოა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ცალ-ცალკე აღებული ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სამართლებრივად ხვალ სამართლიანობის აღდგენის გზაზე ნაკლები წინააღმდეგობა გაჩნდეს, როგორც კი ხელისუფლების ცვლილება. კი ბატონო, და ასევე მინდა გკითხოთ ქალბატონ თინა, როგორც ვიცით, ქართული ოცნების დელეგაციაც იმყოფება თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით და აი სწორედ ეს უფლებამოსილების ამბავი არის, რომელიც ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა მათთვის. წულუკიანმა არაერთხელ გააკეთა ამაზე კომენტარი. როგორ ფიქრობთ, აი მოახერხებენ ისინი, რომ აი რაღაცნაირად გადაარწმუნონ პარტნიორები, რომ არ იქნას ესეთი ტიპის გადაწყვეტილება, აი რაღაცა მათი მცდელობები რამდენად შეიძლება შედეგიანი აღმოჩნდეს? კი, ეს თავისთავად ის ამბავი, რომ საქართველოს 25 წლის თავზე საქართველოს საბჭოს გაწევრიანების 25 წლის თავია წელს და 25 წლის თავზე პირველად დადგა ტიპის ნიშნის ქვეშ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ლეგიტიმურობა ამ სესიაში მონაწილეობაზე. ეს არის უკვე უზარმაზარი პრობლემა მათთვის, უნდა იურისტის პრობლემა მათთვის, რა თქმა უნდა, ისინი ამასაც ცნობიერებენ. იმის მიუხედავად, როგორ დამთავრდება კენჭისყრა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში, უბრალოდ როგორც არ უნდა დამთავრდეს კენჭისყრა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის დოკუმენტი, რომელიც ამ კენჭისყრას მოყვება, ანუ უბრალოდ არ არის კენჭი ეყარა და მორჩა. იქნება რეზოლუციის ხარჯების დოკუმენტის, რომელშიც გამოიწერება პირობები საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელსაც აპრილში დაუბრუნდება, ანუ შემდეგი სესიის დროს დაუბრუნდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განხილვისთვის. ამიტომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა პუნქტები ჩაიწერება სარეზოლუციო ნაწილში, იმიტომ რომ ამით გამოჩნდება ყველაზე საუკეთესოდ, რას ანიჭებს ყველაზე მთავარ უპირატესობას ევროსაბჭო და საფხედავს ყველაზე მეტად პრობლემას, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა ამიტომ. კი ბატონო, გასაგებია და ბოლო კითხვას დაგისვამთ ქალბატონ თინა. კი ბატონო, რამდენიმე საკითხი ვახსენეთ, მზია ამაღლობლის თემა, ქართული ოცნების, უბრალოდ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი, არის თუ არა კიდევ რაიმე დამატებით, რაზეც გქონდათ თქვენ კომუნიკაცია თქვენს პარტნიორებთან, იგივე თუნდაც ქვეყანაში ეს ყველაფერი ბუნებრივია ქვეყანაში არსებულ კრიზისზე მიუთითებს, მაგრამ აი კონკრეტიკას გულისხმობ არჩევნების თემა, ლეგიტიმაციის პრობლემის ნაწილი და ასე შემდეგ. აი ამ საკითხებზე რამდენად ისაუბრეთ? აი გაყალბებული არჩევნების საკითხი, რეპრესიები, ძალადობრივი დაშლა აქციის და ასე შემდეგ. მოგონა რომ ზოგადად ისაუბრეთ, კი რა თქმა უნდა, თავი თემა ჩვენი არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა, ეს არის წამების საკითხი, სისტემური წამების, რომელიც ქვეყანაში აქციების შედეგად აქციებზე დაკავებული ადამიანებისადმი პრობლემის შედეგად მოიღოთ. საქართველოში იმყოფებოდა ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, მოგხსენებათ სულ ახლა რამდენიმე კვირის წინ ნოემბერში იყვნენ და ახლა იანვარში კიდევ ერთხელ იყვნენ.
და ის რომ თავისთავად როის სისტემატურ პერიოდში რამდენიმე მისია ხორციელდება წამის საწინააღმდეგო კომიტეტის, ეს არის უკვე დადასტურება იმისი, რომ წופილი საფუძველი არსებობს და პრობლემები ქვეყანაში პრობლემები არსებობს. ახლა მთავარია რაც დაწერს CPT თავის დოკუმენტში. ეხლა ამ წუთას არის რამდენიმე წუთში დებატი, რომელიც იქნება, ეს იქნება აქედან დაკავშირებული დებატები, ანუ გამოდის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასამტკიცებლად. ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის მიერ მიზადებული ანგარიში, რომელიც უკვე მოგეხსენებათ გამოხსნილია და იცის თქვენი საზოგადოებრივი ინსტიტუტურისა ყველაზე უფრო ვარყოფით დასტურდა, რომ თვითონ მისიამ დაწერა სწორედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და მასზე იქნება ზუსტად ეხლა დებატები საპარლამენტო ასამბლეის თომაზე, ისე რომ არჩევნები არის იყო ისედაც დღის წესრიგში და ამ ფონზე რაც დღესდღეობით მოხდა, როდესაც პარლამენტის წევრებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს საქართველოს დელეგაციის მანდატი კიდევ უფრო ვარაუდობთ, კიდევ უფრო პაუზის დებატები და ვნახოთ რა იქნება კიდევ უფრო გავიმეორებ ის თავად დოკუმენტის სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც ჩაიწეროს ის თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებასთან დასაბრუნებლად. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონ თინა ხიდაშელი პასუხობდა ჩვენს კითხვებს.